გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგასვით. კიდევ ერთი დასტური და აღიარება, რომ BBC-მ საგამოძიებო ფილმი მტკიცებულებების გარეშე მოამზადა. ასეთია მართველი გუნდის შეფასება კონსტანტინე ჩახუნაშვილის განცხადებაზე და იმ კვლევაზე, რომელსაც ბრიტანული გამოცემა დაეყრდნო. ჩახუნაშვილმა თქვა, რომ მისთვის უცნობია გამოიყენეს თუ არა აქციების დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერება. კვლევაში, რომელიც ჩახუნაშვილმა ჩატარა, საერთოდ არ ფიგურირებს ნივთიერება კამეტი. ქართულ ოცნებას აქვს კითხვები, რატომ გახდა BBC-ისთვის სანდო კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ ჩატარებული კვლევა და რატომ არ არიან იდენტიფიცირებული საკვლევი ობიექტები. სწორედ ჩახუნაშვილზე და სხვა რესპონდენტებზე დაყრდნობით BBC ამტკიცებს, რომ გასულ წელს საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ბრიტანული მედიის მძიმე ბრალდებების გამო ქართული ოცნება BBC-ს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში დავას იწყებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი გამოძიება დაიწყო. სულში გამოკითხვაზე დავარებულები არიან კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები, რომლებიც აცხადებენ, რომ კითხვებს სასამართლოში უპასუხებენ. ხალხმა ხდება დღეს იმაზე, რომ ასე ვთქვათ, კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული, მაგრამ ჩვენი კვლევის ფარგლებში პირველი რომ ეს ინფორმაცია არ გვქონდა, ჩვენ კვლევას მიეწერა, რომ ჩვენ საფუძველზე ასე ვთქვათ გასწრა ეს ამბავი, ამ კომიტეს შემადგენლობას, ანტიდოტს, რა ეფექტები აქვს ასე შემდგომ ლიტერატურას მე თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი და შესაბამისად უფრო კომპეტენტური ხალხი იქნება, ვისაც შეუძლია ამ ეტაპზე რომ პასუხი გააქცეთ. რაც შეეხება უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პედიატრს, რომელსაც სუსში მისვლის ეშინია, მე მგონი საზოგადოება იცნობს ამ ადამიანს, არის რადიკალური ძალადობრივი აქციების მონაწილე, ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რომელიც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როდესაც ცდილობენ საქართველოს ცრუ ნარატივებით და ჰიბრიდული ომის ტაქტიკებით დააზიანონ საქართველოს. ჩვენ განვოცხადეთ კიდევაც, რომ ამ ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივადაც ვიმოქმედებთ. კონკრეტულად ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი, როგორც კი საქმეზე მიდგა, ყველამ გამოიჩინა, ასე თქვა, სიმხდალი ამ ხრივ და დაიწყო გადათქმა თავისი კომენტარებისა და ჩვენებისა. უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პედიატრსაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჩანს, რომ აქვს, რომ ახლა დაიწყო უარყოფა, რომ მას თითქოს არ უთქვამს, რომ ეს არის ეს ასე შემდეგ და მოკლედ ყოველგვარი თავის მართლება. არ ელოდნენ, რომ სახელმწიფო ამას სერიოზულად შეხედავდა, გამოძიებაც დაიწყებოდა, ეხლა ყველამ კეთილი ინებოს და მისცეს ჩვენებები გამოძიებას და გამოვლინდება ვინ არის მართალი, რა არის სიმართლე, რა არის ტყუილი, ვინ ვის ცილს წამებს და ასე შემდეგ. გუშინ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა ის ქსელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდას ავრცელებს და ჰიბრიდული ომის ტაქტიკებით, დეზინფორმაციით ცდილობს დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. და რა არის ქიმიური ნივთიერება კამიტი, რომლის შესახებაც BBC საუბრობს. კამიტი იგივე ბრომობენზილის სამხედრო შხამიანი ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება ცრემლდენების ჯგუფს და რომელსაც იყენებდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს. ჭამს ფოლადს და სხვა ლითონების უმეტესობას. მე-20 საუკუნის დასაწყისში მკვლევარებმა შენიშნეს, რომ მისი ორთქლი იწვევდა თვალების, კანისა და სასუნთქი გზების ძლიერ გაღიზიანებას. სწორედ აქედან დაიწყო მისი სამხედრო სფეროს დაინტერესება. 1950-იან წლებში აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციასა და სამხედრო სტრუქტურებში სამონიტორინგო და მასების კონტროლის მიზნით. შემდეგ კი აიგრძალა. კამიტის ჩასუნთქვისას ვითარდება სასუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანება, თვალების წვა, მწვავე ინტოქსიკაცია, სუნთქვის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, უკიდურეს შემთხვევაში კომა და გარდაცვალება. BBC-ისთვის შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც მიმართული იყო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის შეფასებით ამ ფაქტს შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია. ბრიტანული მედიის მასალებზე დასმული კითხვის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2024 წლის აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული. მისივე თქმით, უწყებას ეგრეთ წოდებული კამიტი არასდროს შეუსყიდია. სამწუხაროდ BBC, რომელიც იყო თავის დროს მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია,
დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს, უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ BBC-ს ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC, საერთაშორისო მედია, ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ ფეიქ ტელევიზიები საქართველოში, ხო? თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით, მარტივი ტყუილით შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, BBC-მ ამ შემთხვევაში. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩაფუნაშვილის დასკვნა ეყრდნობა BBC, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეს, ხო? ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას ძალიან კარგად მოიხსენება, რომ ამაშვილი ჩაფუნაშვილები არიან რადიკალური აქციების კონხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა. რა ნივთიერებები იყო გამოყენებული ჯერ ერთი პირველ რიგში ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, მასალა. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად გეტყვით იმას, თუ რა ტყუილი გაავრცელა BBC-მ. რაც შეეხება ნივთიერება კამიტი საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს ნივთიერება ეს არის მარტივი სიყალბე. დანარჩენზე დეტალურად გაცნობებთ შინაგან საქმეთა მინისტრი. BBC-ს ყველაფერი დეტალური ჩვენ გავეცით BBC-ს თავის დროზე გუნდმა გასცა დეტალური პასუხი, თუმცა საერთოდ არ გამოიყენეს, ისინი დაეყრდნენ კონკრეტული ექსტრემისტების, კონკრეტული დეტალური ინფორმაცია გაუზიარეთ BBC-ს ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა BBC დაეყრდო მამაშვილი ჩახუნაშვილების განცხადებას და არა ჩვენს პასუხს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ BBC მიმოქმედა როგორც ფეიქ ტელევიზია. გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენებას არის სრული აბსურდია, სიცრუე, არანაირი სიმართლე ამას არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუწყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაიცემა აბსოლუტურად ყველაფერს. ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებების შესყიდული, უბრალოდ გაგისურვათ იმედები და ეს არ არის კამიტი. რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში ბოდიში და იჭორავა და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო. მე დარწმუნებით კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გეუბნები. ყველა დოკუმენტაცია შეგვიძლია გამოძიებას გადავცეთო. არ არსებობს საქართველოში არასდროს არ შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება, ეგრეთ წოდებული კამიტი. ქართული ოცნება თინა ხიდაშელისა და მისი ორგანიზაციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობს. როგორ იყენებენ ირანული კომპანიები საქართველოს სანქციების გვერდის დასავლელად. ამ სათაურით კვლევა სამოქალაქო იდეა მოამზადა და პარტნიორებთან გაგზავნა. მათ შორის არსებული ინფორმაციით დოკუმენტი გაიგზავნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ამის დამადასტურებელ ფაქტებად კი კვლევაში მოყავს საქართველოს პრემიერის ვიზიტი ირანში და საგარეო ვაჭრობა. მართველი გუნდი უარგუმენტო და აბსურდულ ბრალდებებზე საუბრობს, რომელსაც უცხო ქვეყნების ინტერესებს უკავშირებენ. დღესო ქართულ ოცნებაში გაიხსენეს ისიც, რომ ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდანაც ფინანსდება. სახელმწიფო დეპარტამენტში არავითარი ანგარიში არ გამიგზავნია და არავის ჩვენ ანგარიშებს ესე არ უგზავნით მისამართს. გვაქვს ეგრეთ წოდებული დისტრიბუციის სია, რომელზეც 1500 ადამიანია მთელი მსოფლიოდან და ამაზე ვაგზავნით. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოფილ დონორებთან ორგანიზაციას დონორები არ აყავს ამჟამად. არის თავარი არგუმენტი, ზუსტად იგივე, რაც ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებით გვაქვს. საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, რომ სკრინინგი გაუკეთოს კომპანიებს სხვადასხვა ირანული ვებგვერდებიდან, სადაც პირდაპირ ღიად ხდება საქართველოს რეკლამირება, როგორც ქვეყნის, სადაც თუ დაარეგისტრირებენ ბიზნესს, შეუძლია თავი აარიდონ ყველანაირ სანქციებს. იქ საუბარი იყო ვიზიტებზეც, ხომ? პრემიერის ვიზიტიც რა თქმა უნდა, ვიზიტებზე ეს უკვე პოლიტიკური შემადგენელი.
ინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე ესეთი ანგარიშები, რა თქმა უნდა, არავის გვიგერს, რაც შეეხება სპეკულაციებს, იგივე ვიზიტის თემით, ხო? თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ ვიზიტში მონაწილეობდნენ ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, თუმცა იქ თინა ხიდაშელებს არ დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით და არც საერთაშორისო თინა ხიდაშელებს დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით. ხო, ეს არის სამარცხვინო ღალატი, რომელსაც უცხოური გავლენის აგენტები ჩადიან უკვე მრავალი წელია. სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანი არის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ფულს იღებდა სეპარატისტული ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან და პირდაპირ ასე ვთქვათ ემსახურებოდა იმ ინტერესებს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ მაგალითად პროპაგანდა ეწარმოებინა. და მათ შორის ამითი საქართველოს წინააღმდეგაც, იმიტომ რომ ეხებოდა საქართველოს ჩინეთის ურთიერთობებს. ახლა ზუსტად იგივე არის. ეს არის მორალური პრობლემა ეს არის, როდესაც ადამიანი დგება სხვების სამსახურში და საკუთარ სამშობლოს ზურს აქცევს, აი შედეგები გვექნება, რომ დანოსებს, როცა წერენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასე დანოსების დამწერებად დარჩებიან საბოლოო ჯამში. კიდევ ერთხელ, მან რაც საკუთარ თავს დამართა იმით, რომ ჩადგა ხან სეპარატისტული რეჟიმების თუ სხვათა სამსახურში და ავრცელებს მათ ნარატივებს და უქმნის ყალბ საინფორმაციო საფუძვლებს, ასე ვთქვათ, რომ ეს ნარატივები გავრცელდეს, ესეც საბოლოო ჯამში არის ის დასასრული, რომელიც ელის ყველას, ვინც საქართველოს ზურგს აქცევს. ბელგიის პოლიციამ კორუფციის გამოძიების ფარგლებში ევროკავშირის ახლო აღმოსავლეთის სამსახურის ხელმძღვანელი სტეფანო სანინო და ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებში ფედერიკა მოგერინი დააკავა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. მანამდე ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩხრეკა ჩაატარა, საქმე ეხება ევროკავშირის ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას. სამართალდამცველები ასევე იმყოფებოდნენ ბრიუგეში ევროპის კოლეჯში. ჩხრეკა ჩატარდა ასევე კერძო სახლებშიც. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ამოიღო დოკუმენტები და დააკავეს 3 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შეზღუდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში, კორუფციასა და ინტერესთა კონფლიქტში. გამოძიება დაინტერესებულია კოლეჯის მიერ ბრიუგეში 3 მილიონი ევროს ღირებულების შენობის შესყიდვის, რომელშიც ამჟამად განთავსებულია ევროკავშირის დიპლომატების აკადემია. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ პოლიცია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის შენობაში იმყოფებოდა. ეს წინა მანდატის დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიების ნაწილია. მეც ვერაფერს გეტყვით, რადგან ახლა გამოძიება მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ახლა არის მარტივი კითხვა, როდის გარიცხავს ლელო ტერორისტული აქტის ჩამდენ საკუთარი რიგებიდან. იგივე კითხვა მიემართება ალდეს ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია. წერს პაპუაშვილი. მართველი გუნდი ალდეს მხრიდან რადიკალიზმის წახალისებაზე საუბრობს. ლელო ძლიერი საქართველო კი ერწყმება, რომ ელისაშვილს ალდესთან კავშირი არ აქვს. გამოვიდნენ და თქვა, კითხვა არის მარტივი, ალეკო ელისაშვილი არის მათი გუნდის წევრი თუ არ არის. ადამიანი, რომელიც აღიარებს ტერორისტული აქტი ჩაიდინა, რჩება თუ არა, ამ გინდა პარტია დაარქვა, გინდა გუნდი დაარქვა, გინდა კოალიცია დაარქვა. რჩება თუ არა მის წევრად, თუ დაიშალა მათი გაერთიანება ამ პარტიასთან, ეს ერთი და მეორე, ერთიანი პარტიული სიით გამოდიოდნენ არჩევნებს. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი გუნდი და რა თქმა უნდა გაემიჯნონ, უნდა გარიცხონ ტერორისტი საკუთარი რიგებიდან. რაც შეეხება ალდეს, რა თქმა უნდა, ლელო და ამ კოალიციის ნაწილები, როგორც არიან ალდეს წევრები, ზუსტად ალდეს წევრი არის ამითი, მათ შორის ადამიანი, რომელიც აღიარებს ტერორიზმს. ასე რომ ალდე, რომელმაც გუშინ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით, არც კი იმჩნევს, რომ ტერორისტი არის მათი გუნდის ნაწილი. აბა გაემიჯნონ. ასე ამ საკითხს ესე ადვილად ვერ მოიცილებენ. ასე რომ კიდევ ერთხელ ლელომ კაფიოთ უნდა განაცხადოს. რიცხავენ თუ არა ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა საკუთარი რიგებიდან და იგივე უნდა კაფიოთ განაცხადოს ალდემ. თუ არ იქნება ეს განცხადება არც ერთი, არც მეორე მხრიდან, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც საკუთარ გუნდში ჰყავს ტერორისტი. ლელოს შემთხვევაშიც და ალდეს შემთხვევაშიც არ იქნება გამიჯნა, იქნება მათი გუნდი როგორც ტერორისტის თავშესაფარის მიმცემი გუნდი.
ალეკო ელისაშვილის როგორც ერთი ადამიანის ქმედება, რომელიც არის ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება, უკიდურესი, კანონსაწინააღმდეგო, ჩვენთვის არის ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ფორმებისთვის მიუღებელი, თუმცა ადამიანური თანადგომა ალეკო ელისაშვილს როგორც ჩვენს თანამებრძოლს აქვს. მისი პარტია მოქალაქეები და ჩვენი პარტია ლელო ვრჩებით პოლიტიკურ ერთობაში. ჩვენ ვართ ალდეს წევრი. ალეკო ელისაშვილს არანაირი შეხება ალდესთან არ აქვს. ალდე დღეს უნდა წუხდეს სწორედ ამაზე, რომ მისი წევრი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ამაზე უნდა წუხდეს ალდე, თუმცა ალდე ცდილობს სიყალბეზე დაყრდნობით გადაიტანოს აქცენტები, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც კონკრეტულად ამ ევროპულ პარტიაში შექმნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკვარი ჰესის საქმეზე გიორგი ბაჩეშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს მოწმეს მოусმინეს, რომელიც თანაინვესტირების ფონდის თანამშრომელია. დაკავებული ბაჩეშვილი ბრალს არ აღიარებს. ბრალდების მხარე კი არაერთ მტკიცებულებაზე საუბრობს, რომელიც პროკურორის განცხადებით დაკავებულის დანაშაულს ადასტურებს. გიორგი ბაჩეშვილს მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დღეს დაიკითხა მოწმე ფინანსური ექსპერტი, რომელიც 2014 წლიდან დღემდე, ანუ 11 წელია მუშაობს თანაინვესტირების ფონდში და მან რამდენჯერმე დაასაბუთა, რომ მტკვარი ჰესის პროექტი მიუხედავად იმისა, რომ ჭიანურდებოდა დროში, ფინანსურად მომგებიანი იყო ყველა ეტაპზე და დღესაც არის მომგებიანი. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დარღვეული არის დაუშვათ შესრულების ეტაპზე გიორგი ბაჩეაშვილის მიერ და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღებოდა, იყო კოლეგიალური, რასაც ჩვენ პირველივე პროცესიდან ვაცხადებდით. გიორგი ბაჩეაშვილის პასუხისმგებლობა დასტურდება და იკეთება კანონმდებლობის მიხედვით, იმიტომ რომ კანონმდებლობა ამბობს, რომ გენერალური დირექტორი არის აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაზე, კონკრეტული საწარმოს მართვაზე, გონიურულობაზე და ასე შემდგომ პასუხისმგებელი და წერტილი. სამართლებრივადაც, დოკუმენტურადაც, წესდებითაც, ხელშეკრულებითაც გიორგი ბაჩეაშვილი იყო პასუხისმგებელი მთლიანად პროექტის განხორციელებაზე. მან ეს ვერ განახორციელა მისი ზერელი დამოკიდებულების გამო და ამან გამოიწვია ძალიან ცუდი შედეგები. უხეშად რომ თქვა დაახლოებით 140 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა დამჯდარიყო და შემდგომ 100 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა მისი ღირებულება. შესაბამისად რიცხვები მხოლოდ ხარჯის და ღირებულების კონტექსტში ყველაფერზე თვითონ მეტყველებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძეს სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 4 მოწმე გამოკითხეს. სამართალდამცველებმა ეკონომიკისგან მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნის დააკავეს. პროკურატურის ბრალის მიხედვით რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სასამართლო პროცესზე დაიკითხა თბილისის ჯგუფის წარმომადგენელი, რომელმაც სალსახად დაადასტურა, რომ კონკრეტული საქონლის მიღება შეეძლო თბილისის ჯგუფს, შესაბამისი წერილითაც აცნობა რომეო მიქაუტაძე, მაგრამ რომეო მიქაუტაძე მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და არ მიიღო შესაბამისი საქონელი. რის შედეგადაც შემდეგ ომში თბილისის ჯგუფმა სასამართლო დავა წააგო ერთ-ერთ კომპანიასთან და სახელმწიფოს მიერ გაზიანი 114,000 ლარის ოდენობით. განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაცია გამართა. რეფორმის ფარგლებში გამოიკვეთა 8 გამოწვევა და შემუშავდა მათი მოგვარების გზები და გეგმები. დღესვე განათლების სისტემაში რამდენიმე სიახლე დაანონსდა რეფორმის მიხედვით მე-12 კლასი ნებაყოფლობით იქნება. მე-11 კლასში კი სწავლება იქნება გაძლიერებული და ინტენსიური იმ საგნებზე, რომლებიც ეროვნულ გამოსვლაზე ჩაბარდება. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ერთსა და იმავე დისციპლინაში იქნება საერთო სახელმძღვანელო. ასევე სატესტო რეჟიმში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულო იქნება სასკოლო ფორმა. მინისტრის თქმით, სასკოლო რეფორმა იქნება ყოვლის მომცველი. დოკუმენტი რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ მომზადდა. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის კომპლექსური, თუმცა ყველა ეს გამოწვევა ექვემდებარება შესაბამისი პასუხისგაცემას და ამაზე აქტიურად იმუშავებს ჩვენი მთავრობა. მთავარი ამოცანა არის, რა თქმა უნდა,
ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და თითოეული კომპონენტი, რა თქმა უნდა, საერთო მიზანს ემსახურება. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა დავინახოთ ერთიან კონტექსტში. რა თქმა უნდა, ზოგადი განათლების რეფორმა, მომავალის განათლების რეფორმა უნდა შეავსოს ერთმანეთი. ჩვენ შემდეგი თვენახევრის განმავლობაში გვექნება მოცემულობა, როდესაც სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად განვიხილავთ ამ დოკუმენტს, მოვისმენთ მათ კითხვებს, პოზიციებს, არგუმენტაციას, რის საფუძველზეც შევაჯერებთ პოზიციებს და ამის შემდგომ უკვე მთავრობას წარუდგენთ დოკუმენტს დასამტკიცებლად. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ რეფორმის ხერხემალი არის დოკუმენტი, რომელსაც ქვია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი ეს დოკუმენტი დაამტკიცა და შესაბამისად შეცვალა ის ღირებულებითი ნაწილი, რომელიც სასკოლო ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ამ მიმართულებით მთლიანად სასკოლო სასწავლო პროცესი უნდა გადაერთოს ეროვნული ღირებულებების, ეროვნული ხასიათობების, კულტურული მემკვიდრეობის, ჩვენი სახელმწიფო ენის გაძლიერების, ისტორიისა და გეოგრაფიის უკეთესად შესწავლის, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაფასების კომპონენტებზე. ამიტომ ეს ყველაფერი არის ის ამოსავალი პრინციპი, რომლის ნაკლებობა დღეს სასკოლო ცხოვრებაში არის და რომელზეც ორიენტირებული იქნება ეს რეფორმა, რომელიც შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება. ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. ევროკომისიის განმარტებით პროექტი ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ენერგეტიკულ კავშირს გააძლიერებს. ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი. დავით მირცხულავა წერს, რომ ქართული პროექტისა და იდეისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ქვეყნის დიდი გამარჯვება. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. შავი ზღვის კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, აქტიურად ვარ ჩართული ამ პროექტის პირველი ფაზის განხორციელებაში, წინასწარ ხდება ვითარების შესწავლა. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით. კარგია, რომ მათ საკუთარი საინტერესო პროექტების ნუსხაში შეიტანეს, ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს ეს პროექტი. პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხები. საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირველი ოფიციალური ვიზიტია. შალვა პაპუაშვილი დღესვე ინდოეთის პარლამენტს ეწვია, სადაც საქართველოს დელეგაციას მიესალმნენ და პატივი მიაგეს. ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის სხდომაზე. პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა სახალხო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკა არის და არის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი შუა დერეფნის გამოყენების კუთხით. ეს პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს შუა დერეფანი, არის ძალიან დიდი და ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის ამ მხრივ თანამშრომლობაზე, კერძოდ კომიტეტებს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და შეხვედრებზე. მოვიწვიეთ ჩვენი კოლეგები საქართველოში, რათა საგარეო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებთან ერთად გაიმართოს ერთობლივი სხდომები, ვისაუბროთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც არსებობს და უნდა წაახალისოს მათ შორის შუა დერეფნის გამოყენება. ინდოეთმა შარშან, როგორც ვთქვით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ესეც მნიშვნელოვანია არის, რომ პირველად ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში ინდოეთს ეყოლება რეზიდენტი ელჩი საქართველოში და ჩვენ დღეს გქონდა მათ შორის ამაზე საუბარი. ცოტა ხანში გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საგარეო პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. მნიშვნელოვანი არის როგორც ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მუშაობა. კახა კალაძე უნგრეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტს შეხვდა. პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. გაბარ კუბატოვთან შეხვედრის შემდეგ თბილისის მერმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი გახსნა. უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენის ძეგლის საზეიმო გახსნას მერი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.
მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები ბატონ პიტერ სიარტოს, რომლის მოსვევითაც დღეს აქ ვიმყოფები. მოხარული ვარ, რომ ბატონ პიტერთან მაკავშირებს ჩვენი ქვეყნების ძალიან კარგი მეგობრობა, სიმართლისთვის ბრძოლა და ასევე განსაკუთრებული სიყვარული ფეხბურთის მიმართ. სწორედ ამის გამო ვართ დღეს შეკრებილები აქ, რომ ხსნით უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელის იოზეფ ბოჟიკის ძეგლს, რაც ძალიან სასიხარულოა. მე როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა თამამად შემიძლია ვთქვა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვების მოტანა სამშობლოსთვის. იოზეფ ბოჟიკმა ბევრი წარმატება მოუტანა უნგრულ ფეხბურთს და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი უნგრეთის უნგრულ გულშემატკივრების გულში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ისრაელის სახელმწიფოებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილმა არაერთი შეხვედრა გამართა. განიხილეს ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამედროვე ბაღების გაშენება, ვეტერინარულ სფეროში თანამშრომლობა, სურსათის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეთანხმების, რომელიც საქართველოსა და ისრაელს შორის უკვე შედგა. ხელშეკრულების გაფორმების ნაწილი მოიცავს გამოცდილების გაზიარებას, კიდევ უფრო მეტ აქტიურობას, სამუშაო ჯგუფის შექმნას. ისრაელში ჩვენი ვიზიტის მიზანი არის კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს დარგობრივი ურთიერთობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, გარემოს მიმართულებით. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კოლეგა მინისტრთან ერთად დავით სონღულაშვილი ვულკანის ინსტიტუტს სოფლის მეურნეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ცენტრს ეწვია. მიღწეული ინოვაციებისთვის 2017 წელს ცენტრს იუნესკოს საერთაშორისო პრემია მიენიჭა. მხარეებმა ორი ქვეყნის აგრარულ სამეცნიერო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები პროგრესირებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. გვაქვს ბევრი საერთო და ბევრი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია. გვაქვს ვულკანის კვლევითი ცენტრი, სადაც მოვიწვიეთ ქართველი მკვლევარები. მათთან ერთად შევძლებთ როგორც სწავლას, ისე ცოდნის გაზიარებას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ისრაელის პარლამენტშიც, სადაც დავით სონღულაშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და რეგიონული სტაბილურობის საკითხები განიხილა. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო, ხოლო ჩვენ პირველ რიგში მეგობრები და ძმები ვართ. ძალიან ბევრი ებრაელი ქართული წარმოშობისაა და ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები გვაქვს. ბევრ ებრაელს უყვარს საქართველო და სიამოვნებით სტუმრობენ თქვენს ქვეყანას. დავით სონღულაშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქვეყნის აგროსასურსათო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ინვესტორებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს შესახებ. სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 20-მდე კომპანია ესწრებოდა. ურთიერთობა საქართველოსა და ისრაელს შორის ძალიან დინამიურად ვითარდება და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო გავაღებავთ ის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები, რაც არსებობს საქართველოსა და ისრაელს შორის. ისრაელში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი შეხვდა გარემოს დაცვისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრებსაც. ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებების ფონზე არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომლებზეც ვისაუბრეთ: წყლის რესურსების მართვა, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება და საერთო გამოწვევები, რაც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს. ჩვენთვის პატივია თქვენი მასპინძლობა და ისრაელში ყოველთვის სასურველი სტუმრები ხართ. საქართველოს დელეგაცია იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე მესამესად შეხვდა. დავით სონღულაშვილმა იერუსალიმის პატრიარქს აღსაყდრების 20 წლისთავი მიულოცა. ისრაელში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდა. ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ამომრჩევლის უფრო მეტი ინფორმირებულობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცესკოს მიერ შექმნილი სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველა ის ყალბი ინფორმაციაა თავმოყრილი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდება. ეს არის დეზინფორმაციის რეესტრი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად და სწრაფად გაარჩიოს ყალბი და ნამდვილი ინფორმაცია.
ინფორმაცია. საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია დღეიდან უფრო ხელმისაწვდომი, გადამოწმება კი ბევრად მარტივი გახდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური პლატფორმა შექმნა. რეესტრში თავმოყრილია ყველა ის დეზინფორმაცია, რომელიც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სხვადასხვა პლატფორმებიდან ვრცელდებოდა. ვებგვერდზე თავმოყრილია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეებში, მაგალითად ერთ-ერთი გახლავთ მრავალჯერადი ხმის მიცემა. დეზინფორმაცია იყო, რომ ერთი პირადობის მოწმობით ამომრჩეველს შეეძლო, რომ 17-ჯერ მიეცა ხმა, წყარო ამითითებული ეს არის ონლაინ სააგენტო და შემდეგ უკვე, როცა ჩამოიშლება, არის სწორი ინფორმაცია დატანილი და ასევე არის რეაგირება რა მოყვა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. დეზინფორმაცია, რომ უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე, ეს კარგად იციან საარჩევნო კომისიაში. სწორედ მოქალაქეების ინფორმირებულობის მიზნით შექმნეს სპეციალური ვებგვერდით, სადაც მათ საშუალება აქვთ გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების საკითხების, წლების და არჩევნების მიხედვით. ნებისმიერი ობიექტური პირი, დამკვირვებელი, მკვლევარი, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მედია და რაც თავარი ამომრჩეველი იქნება ხელმისაწვდომი მისთვის ინფორმაცია გადამოწმებული, დაზუსტებული და ვერიფიცირებული, რაც უთუოდ შეამცირებს დაგეგმილი დეზინფორმაციული ნარატივების გავლენას საარჩევნო პროცესზე. აი სწორედ ეს არის ახალი რეესტრის მიზანი, რომ შეიქმნას საშუალება, სადაც ყველა ჩართულ მხარეს ექნება ადვილად ხელმისაწვდომობა ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის იდეა მოიწონა ოპოზიციის იმ ნაწილმაც, რომელიც ინსტიტუტს ხშირად უსაფუძვლოდ აკრიტიკებს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ მსგავსი ინსტრუმენტები ერთის მხრივ მოქალაქეების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი უწყება სხვადასხვა манипуляციებისგან დაიცავს. დეზინფორმაციასთან ბრძოლას ვაფასებ მხოლოდ და მხოლოდ დადებითად. დეზინფორმაცია პრობლემაა და გამოწვევა არ მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ამას ჭირდება ჯანსაღი დამოკიდებულება. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრძოლის მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ არის სწორი ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდება. CSKO არის ინსტიტუცია, რომელიც თავისი საქმიანობის მანძილზე მართლა წარმოუდგენლად მაღალ სტანდარტის საქმიანობას ახორციელებს, თუმცა ამის მიუხედავად ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ, როგორც თავად ინსტიტუცია, ასევე მისი წარმომადგენლებიც მოხვედრილან აი იმ თავდასხმების ქვეშ, რომელსაც კარგად აორგანიზებენ გარედან წამოსული ძალები შიდა აგენტურის მეშვეობით. ცენტრალური საარჩევნო კომისია ცრუ და არაზუსტი ინფორმაციის გამოსავლენად აქტიურად იყენებს როგორც სოციოლოგიურ, ასევე თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს, რის შემდეგაც სწორ ინფორმაციას მომხმარებლებისთვის პლატფორმაზე ანთავსებს. საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიას ესწრება, ჩვენ მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. უამრავ ბევრ ახალგაზრდას ტალანტს, ტალანტ ხელოვანს გაუყვალა გზა, კიდევ გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი ფესტივალიც, რომელიც სავსეა ემოციებით, ეს ერთი კვირა იქნება სიამოვნება იმ ადამიანებისთვის, ვინც იღებს მონაწილეობას ამ ფესტივალში და საზოგადოებისთვის, რომელიც დაესწრება ამ შესანიშნავ ფესტივალს. ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, შესანიშნავი საშუალება იმისთვის, რომ სოფლიოს კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა სწორედ ხელოვნების და კულტურის დარგში. BBC-ს ფილმთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შემდეგ ჩახუნაშვილი ამბობს, რომ BBC-ისთვის არანაირი ინფორმაცია კონკრეტულ ნივთიერებაზე მას არ მიუწოდებია. რაზე მეტყველებს ეს? ზოგადად რას ამსახურება ეს გამოძიება? ძალიან სამწუხაროა, როცა ესეთი ცნობილი მედია საშუალება, როგორც არის BBC, ჩვენ და სამწუხაროდ თავს აძლევს უფლებას, რომ ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. მე ჩემთვის ეს არ არის ახალი, სამწუხაროდ სულ ახლახანს იყო ბატონი ტრამპის, ამერიკის პრეზიდენტის საჩივარი, ასე ვთქვათ, BBC-თან მიმართებაში. მისი დეზინფორმაციული მასალა, რომელიც ტრამპზე იყო გასული, მან მოუხდა, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობის შეცვლა ამ მედია საშუალებას. მე უბრალოდ პარალელს გავავლებ, არაფერი განსხვავებული არ ხდება, რაც
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდებოდა. თქვენ გახსოვთ ალბათ BBC, CNN-ის ყველა მედია საშუალება მათი ლობისტური კომპანიების საშუალებით დაიქირავეს სამედიცინო ექსპერტები, როგორი ბუმი იყო ატეხილი, რომ საქართველოს ხელისუფლება წამლავს მიხეილ სააკაშვილს. ისიც კი იკადრეს, რომ პოლონეთთან ჩამოსულმა ექიმებმა ასე ვთქვათ, ქურდულად უნდათ თავისი ფეხსაცმლით გაეტანათ ანალიზი, რომ შემდეგ ამ ანალიზზე გაეკეთებინათ ყალბი, ცნობები, რომ თითქოს მართლა აწამებს ქართული სახელმწიფო, რომ კვდება ეს ადამიანი, ხო გახსოვთ ეს მთელი რადიკალური ფთის მოთქმა, რომ დღეს თუ არ უშველით სააკაშვილს, ხვალის გარდაიცვალება და ასე შემდეგ. არაფერი განსხვავებული. ვინმე ბოდიში მოიხადა 27 ელჩის ასე ვთქვათ, პროტესტი გვახსოვს ჩვენი მაშინდელი იუსტიციის მინისტრთან როცა ბრძანდებოდნენ საჯარო პროტესტი გამოაცხადეს, რომ თუ არ გაანთავისუფლებდნენ სააკაშვილს, რომელიც ესე ძიმე მდგომარეობაში იყო თითქოს და აწამებდა ჩვენი ხელისუფლება. მე სტრასბურგმა ეს ყველაფერი უარყო და დაამტკიცა, რომ არც არაფერი ჭირდა, მშვენივრადაც გამოიყურება და ეხლა ბრძოლის ჟინით არის გამშვალული ეს ყოფილი პრეზიდენტი. ხედავთ ხო რა ხდება? თითქოს სულ ახლახანს იყო და თქვენს ყველა საზოგადოებამ დამამთავრებელი თქვენმა ტელევიზიამ ეს დავამთავრებ აი ამ ტელევიზიის პატრონებსაც, დამკვეთებსაც, რომელსაც პირადად ეხებათ ეს ფაქტი, რაზეც მე ვისაუბრე და არც ბოდიში მოიხადეს და პირიქით აქეთ არიან გონორზე, აქეთ კიდე იმართლებენ თავს, ეს თითქოს სიმართლე იყო. მე უბრალოდ ჩვენ სახელმწიფოს, რომელიც განსხვავებულად დაიწყო ქმედებები და ძალიან კარგი არის, მიუხედავად იმისა, ჩემი ესე ვთქვათ, პასუხებისა, თავარი არის გამოძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ, თქვენ ჩახუნავშუზე საუბრობდით, რომლის საშუალებითაც ააგო ფილმი BBC-მ, ხო? დღეს ეს ადამიანი უარყოფს, რომ იმ ნივთიერებაზე საერთოდ არ საუბრობდა, დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენა ვართ სრულყოფილი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. მე მოუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ სრულყოფილად იქნას გამოძიებული და კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ, რომ ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩიქს ცხებს და ჩვენ ხო ვიცით ეს რატომ კეთდება, რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს, ვერაფრით ვერ მოხდა იმ რადიკალური ფთის აგორება, ისე რომ საზოგადოება იყოს ამ ყველაფერში ჩართული, ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გაგრძელება იმის, რაც იყო სააკაშვილის ეს სასოწარკვეთის ნიშნებია, რომელსაც სასოწარკვეთის ნიშნებია, როცა ესეთ ჩაგეჭრება ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი საქმე არ აქვს. დამამთავრებელი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მე განვაცხადე, თითოეულ მოქალაქეს ამ ქვეყანასთან მიმართებაში გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, იმიტომაც არსებობენ სახელმწიფო სამსახურები, ინსტიტუტები, რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, დეზინფორმაცია, მსგავსი შეტევა სახელმწიფოზე იყოს აღკვეთილი სამართლებრივად. მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, არაერთხელ მიმართავს, რომ ეს რასთან არის დაკავშირებული, რომ ეს არის ზუსტად თუ ვინმე საუბრობს, რომ აი ძალები და ქილიკის საგანია ხოლმე ხშირად რომ ვინ დგას ამ ძალების უკან, როგორ ხდება, რომ სინქრონულად ეს მედია საშუალებები, ონლაინ, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ერთხმაში არც ერთს არ დაუსვას კითხვა, არც გამოძიებაზე, არც სიმართლეა თუ არ არის სიმართლე, ერთხმაში პირდაპირ იწყებენ შეტევას სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე. ეს კარგად უნდა იცოდეს. აი ეს არის სახე. ეხლა მას მიმართავენ კურსში, რომ როგორი არ მაცადებს საუბარი.
ალდემ გააკეთა ამასთან დაკავშირებით ცხადება და ასევე 7 პოლიტიკური პარტია ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას. რა შეგიძლიათ? რატომ არ იკითხეთ ამ ადამიანების ღირსების ორდერები რო ჩამოარიგეთ? ასობით მოწამლული ადამიანი რო რითი მოიწამლა? ერთი წელია ისმება შეკითხვა. რა იყო გარეული ამ წყალში? არავის არ აქვს პასუხი. თქვენ როგორც ხო ეხა BBC-ს გაგახსენათ ეს ყველაფერი? BBC კი არა, ჩვენ შაშავდა BBC ეხა გაგახსენდა. TV პირველს გაგახსენათ BBC. ყველაზე კარგი იყო ეს. რატომ ერთი კვირის წინ ეს საკითხი არ დასმულა ერთი კვირის. ეგ როგორი ამბავია? დიალოგში ვერ შევასწრებთ რომ რაზე კარგი, ყველას ერთად ვერ გისმენთ. ყველას ერთად ვერ გისმენთ. ყველას ერთად უკაცრავად. ყველას ერთად ვერ გისმენთ. ყველას ერთად გესმენთ. სათითაო თუ გაქვს შეხება. ამი ჩვენ კითხვაზე პასუხი არ გაქვს ბატონო. აინტერესებს არის თუ არა ალეკო ელისაშვილი რადიკალური ოპოზიციის დიაგნოზი ესე კითხავთ თუ თქვენ გაგსულდებათ. ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ს ფილმი ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში. ტერორისტული აქტია. როცა ადამიანი რაზე არის საუბარი, ხომ? რატო უნდათ რომ შეფუთონ? არც განსხვავება არ არის მაგალითად გრიგორიადისთან დაკავშირებით, ხო? ხო, როგორი გმირი შექმნეს გრიგორიადისით, რომელმაც პირდაპირ ყველას თვალწინ სადა პოლიციელის დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით. ხო, ნახეთ როგორი, ასე ვთქვათ, გმირად წარმოაჩინეს და დღეს ვისახსოვს გრიგორიადისი. ხო, მაშინ იყო საჭიროება, რომ ეს ადამიანი გაეგმირებინათ. ესევე იქნება მზია ამაღლობელზე, ესე იქნება ალიკო ელისაშვილზე. ხო, და ვერ გადაწყვიტეს ახლა ეს შეფასება ალიკო ელისაშვილთან დაკავშირებით რა გააკეთონ, მაგრამ მისი ქმედება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა პარლამენტში ის მოიქცა მიზან მიმართულად, ეს არ იყო აფექტით გამოწვეული ქმედება. სწორედ ესეთი ადამიანები არიან საჭირო იმ ძალების მხრიდან, რომელმაც ჩაიფიქრა საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი დავარქვათ ამას. თქვენ გაიხსენეთ ევროკომისარის ვარფეის საუბარი ბატონ კობახიძესთან. თქვენ გახსოვთ, მანაც მიუთითა ფიცოს თემა. ფიცოს რო სიკვდილს გადაურჩა. სწორედ ამ დაგვარი პერსონაჟი იყო, როგორც ალეკო ელისაშვილი. არ არის გამორიცხული ეს იყოს мотиваცია, მისი ქმედება, ამასაც აქვს მნიშვნელობა. იძლევა ეს იმ ეჭვის საფუძველს, რომ გადამდები გახადოს, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ უზრუნველყვეს ვერც პროტესტი, ხო დადიან და ითვლიან დღეებს და არა საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ გარეთ ვინც ავალებს ამ ყველაფერს, მათთვის ხდება ეს ყველაფერი, რომ აქ პროტესტი ცოცხლობს, მათ აძლევენ ამ დაკვეთას. ეს დაკვეთა იყო დარწმუნებული ვარ ელისაშვილის მიმართ, ეს დაკვეთა იყო BBC-ს თემაშიც, იმიტომ გავიხსენებე სააკაშვილის თემა, იმიტომ რომ ამაზე უფრო მასშტაბური იყო, გაიხსენეთ, თითქმის ყველა მედია საშუალება იყო ჩართული და ყველგან გაშუქდა, რომ სააკაშვილს კლავდა მაშინდელი ხელისუფლება და აწამებდა. ეს ხომ გაქარწყდა სტრასბურგის საშუალებით. ჩვენ იგივე გზას ვირჩევთ სამართლების, ჩვენ ახლა ვესაუბრებით საზოგადოებას. საზოგადოება ნამდვილად მომზადებულია. მე მინდა უთხრა ამათ დამკვეთებს, რომ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება აქვს ჩვენი ქვეყანაში, ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, რომ მსგავს რაღაცას გადაყლაპავენ, ძალიან კარგად იციან ეს გამოცდილება სააკაშვილთან მიმართებაში ხო ვახსენე. ეს ხომ ჩვეულებრივი პროცესი იყო, დაკვეთა იყო და ამოტივტივდა კიდევაც, ხო? აი ფარას კანონი რატო იყო საჭირო? იქ იყო დაფინანსებული ის ექსპერტები, რომელიც ამ ყალბდასკვნებს დებდა სააკაშვილთან მიმართებაში, რომ მას დემენცია ჭირდება და უშველეთ და ეს ჩამწკრივებული ამ ტელევიზიის და ეს მთელი რადიკალური ფრთა ერთად ჩამწკრივებულები როგორ მოუწოდებდა, როგორ ამუნათებდა, რას არ კადრულობდნენ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. და დღეს ბატონო იგივე თემას გავაგზავნე. არა, იცით რა არის? ეს ჩვენს ინტერესს მიღმა არის. მე კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ იყოს შვიდად, იყოს ინფორმირებული, კარგად გაანალიზოს ეს პროცესები, როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ქართული სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი, რომ მსგავს გამოწვევებს გაუძლოს. მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ საქართველოს
სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყველაფერი იყოს გამოძიებული სრულყოფილად, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონდეთ სრულყოფილი პასუხი ამ მსგავსი ქმედებებით. პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, ახლა კი კურიერში რეკლამის დრო არ გადართოთ, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვშია. ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე სასაუბროდ სტივ უიტკოფთან ერთად რუსეთში დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ჩავიდა. კრემლის ინფორმაციით ამერიკულ მხარესთან შეხვედრა ამ წუთებში უკვე მიმდინარეობს. მედია წერს, რომ მოლაპარაკებებზე განხილული იქნება ტრამპის სამშვიდობო გეგმა. რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების საკითხი კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა და ამერიკა-რუსეთის პოტენციური საინვესტიციო პროექტების საკითხებია. სანზონაში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა. რატევანის ქუჩის მიმდებარედ 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს ტერიტორიაზე, რომლის აღდგენით სამუშაოებს თბილისის მერის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. ჯამში 10,000-ზე მეტი მწვანე ნარგავი დაირღვება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ჯამში 10,000-ზე მეტი ხე ირღვევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პროცესი, რომელიც ზოგადად ტყეების გადარჩენას და განვითარებას გულისხმობს, აქტიურ რეჟიმში გაგრძელება მომავალისთვის, რაც ჩვენი მომავალი თაობების და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვის არის სასწრაფოდ მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლო საქმე გაკეთა როგორც სანზონისთვის, ისე მთლიანი ქალაქისთვის. გალამაზდება ადგილობრივი უბანი, ფერდობის გახდება უფრო მყარი და დამჭერადი და ამიტომ ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ნაცვლადების გამგეობასთან ერთად, მერიასთან ერთად ხელი შეუწყოთ აღნიშნულ პროექტებს. კურიერი 6-ზე დასრულებულია. მე დღეს ამით გემშვიდობებით, თქვენ კი ყველას ახლა გაეცანით რუსთავი 2.js-ზე.